მოგესალმებით ყველას. ზურა ინსტაგრამი რატო არ ნახეო? არ მინახავს ინსტაგრამი. აჰა, გული ვაჩვენეთ, გული. გენაცვალეთ, როგორ ახართ მეგობრებო? მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. ჩვენო გულშემატკივრებო, რომ ლელუ ხმის ლიდერი ადგა გუშინ. ყველას ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო გვერდში დგომისთვის. სამკურნალო იუმორის ქუთაისელების გულშემატკივრებო, მუზების გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, ჩემს გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა და რატო ჩავთეთ ახლა ეს ლაივი. ჩავთეთ იქიდან გამომდინარე კონკრეტულად ახლა იმის გამო, რომ ვითომ რაღაცა კლიკერებიო, რაღაცეებიო, იქ ფურცლები გამოჩნდაო, იქ რაღაცეებიო. მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი და ინფორმაციას განვავრცობ ამასთან დაკავშირებით მეგობრებო. ძალიან ბევრს აქვს ეს კლიკერები, რაზეც სწორად არ გვებრძვიან და ასე შემდეგ. თუ თქვენ მანდ რამე ნახეთ, რამოდენიმე აკაუნთი, აი ბატონო. ხო, თუნდაც რამოდენიმე აკაუნთი და გატეხეს და მანდ იყო 11 ხმა გაგზავნილი და იყო ხელით გაგზავნილი ყველა ადამიანს აქვს სახში გაკეთებული 3, 4, 5 აკაუნთი, საიდანაც თვითონ მეგობრები აძლევენ ხმას. ეს არ არის მასიური და ეს არ არის კლიკერები რა. რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს კლიკერები შეეხება კლიკერებს. ვიდეოები დევს ძალიან ბევრის და იქ ლორენცოს ვიდეოც გავრცელდა. თუ როგორ ასწავლიან ყველას, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა კლიკერებით და ასე შემდეგ. ხო, ნუ მოკლედ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ვითომ ჩვენ კლიკერები ვქონდა. ძვირფასო მეგობრებო, კლიკერები. მაგის გამომდინარე, რომ კლიკერები რო ვქონოდა, ქუთაისელები ადგენდნენ ხმის ლიდერები, რო იცოდეთ რა, მაგრამ ალბათ ყველამ ნახეთ იქ შედეს ხმაზე მეტი ფასიანი ზარი რო იყო 15000 დარზე. მოკლედ რა არიცით, როდესაც ესეთი სიტუაცია იყო, რომ აი ესეთი ბინძური ხერხებით გვეთამაშებოდნენ და კლიკერებით ჩვენ უსამართლოდ დავტოვეთ პროექტი ბიჭებმა, რატომაც არა ჩვენს მეგობარს, რატო არ უნდა მივცეთ ხმა, რატო არ უნდა გავაკეთოთ აკაუნთი და რატო არ უნდა მივცეთ ხმა. მასე სამსახურებში ზიან მისი დაქალები მეგობრები და თანამშრომლების აკაუნთები დაძლევენ ხმას. ეს კლიკერებია და ეს კლიკერები არა. ეს კლიკერი არა, ჩვენი ხელით ვაძლევდით მათ ხმას, ლელუს. ხო, მაგრამ იმას ხაზი გაუსვი, რომ ნებისმიერ ეხა ბევრი გიყურებს აქ იმათი გულშემატკივრებს. იმას ხაზი გაუსვათ, რომ ნებისმიერ გვერდზე რო გადახვიდეთ, 1-3 დღის განმავლობაში ლელუ ყველგან ლიდერობდა. ოფიციალურ გვერდზე ხმის ლიდერი რო გახდა გამარჯვებულის ფოტო რო დაიდო, ლაიქი რამდენი აქვს? ხო, ნუ მოკლედ, ყველაფერი უნდა დავაკვირდეთ რა, ხო, რა თქმა უნდა, ეგრეა. არავით არის კლიკერები, მეგობრებო. უბრალოდ აკაუნთები, რომლითაც ჩვენ ხმა მივეცით, რა პრობლემა არის ამ თემასთან დაკავშირებით ვერ გავიგე. აქ თავს არ ვიმართლებთ ჩვენ. ანუ თავს კი არ ვიმართლებთ, უბრალოდ ლელუზე რო არ იყოს რაღაცა ზეწოლა და წნეხის ქვეშ რო მოექცეს. ლელუს ძალიან ძლიერად არის და ყველას კარგად. კი, აუცილებლად, უბრალოდ ჩვენ ლელუს დაუდექით მხარში და მოდი დავამატოთ ისიც, რომ ლელუს მხარს უჭერდა როგორც ქუთაისლების მართლა საკუთრივ ყველა ედგა მუზების, ასევე დიასას და ასევე თავის გულშემატკივრები, ანუ 4 ადამიანი, 4 გამოკითხებში ყველგან გულშემატკივრები უჭერდა მხარს და მე მგონი ბუნებრივი არის, რომ ლელუ ხმის ლიდერი ადგებოდა რა. მე თავიდანვე მიცოდა და მჯეროდა, თან რაღაცეები შიგნით ისეთ რაღაცეები მოხდა, რაც ხალხს არ მოეწონა, მაგ თემაზე არ ვისაუბრებთ, უბრალოდ მაგანაც გამოიწვია და მაგანაც იმოქმედა რაღაცეები ლელუს ხმის ლიდერობაზე. ლელუს არ გაუკეთებია ისეთი რაღაც, რომ ნეგატივი წამოსული. რა თქმა უნდა, აბარა ლელუ ყოველთვის სიმართლეს აფიქსირებს და აქედან გავნენე კლიკერებზე სანამ სხვაზე დაიწყებენ. აი ჩვენ რეალურად კლიკერებთან წავაგეთ. ანუ მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ყველას გულშემატკივრებს, მადლობა ჩვენი მუზების ლელუს გულშემატკივრებს, რომლებიც ხარს გვიჭერდა, მაგრამ ჩვენ რეალურად კლიკერებთან წავაგეთ, იმიტომ რომ ანუ ჩვენ არ გვაქვს კლიკერები და არც ქონდა კლიკერები და არ ვიცი რა. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, რო იცოდეთ, ლელუ სამართლიანად ადგა ხმის ლიდერი და არავით არის კლიკერები გამოვიდა ლორენცოს ჯგუფიდან, რომ სასწრაფოდ უნდა გავაორმოგოთ ყველაფერიო. ნუ მაგ თემები არ ვიდახარ, არ განვიხილოთ, მაგ დევს ყველგან რა. სხვაზე რო ლაპარაკობენ, ანუ წინას აუთსაიდერობაზე 170,000 ხმას რო იღებ და რო ჯდები და 98,000 ხმას იღებ მერე, ძალიან დიდი განსხვავება. ალბათ დაებლოკათ აკაუნთები.
აშკარად. აშკარად ან არ ჩაურთებ. ან არ ჩაურთო. ხო, ნუ ანუ არ ავყვეთ პროვოკაციებს, მინდოდა არა, კაცო, შემართებით ლელო ადგა დედოფალი. ლელო ადგა ხმის ლიდერი დამსახურებულად, რა თქმა უნდა. ეს არის თქვენი დამსახურება მეგობრებო ყველას. ხო, და თუკი თქვენ თუ თვლით, რომ ლელო დამსახურებულად არ ადგა და დამსახურებულად ადგა ხმის ლიდერი, მაშინ არ ვიცი რა, თვალებში ნაცრი შეყრა არის. არა უშეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ლელო ნამდვილად დამსახურებულად ადგა ხმის ლიდერი. ამიტომ წარმატებებს გისურვებ ძვირფასო მეგობრებო, ადამიანი რომელიც პროექტში სიმართლეს აფიქსირებს და ნეგატივს არ იწვევს ადამიანებში და ყოველთვის დადებით ემოციებს ასხივებს და აფრქვევს ადამიანებთან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროვოკაციული ამბები ხდება იქ ლელოს მიმართაც და ხდება მისი გაგიზიანებაც. შეურაცხყოფა მიუყენებია თუ არავის არასდროს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ნუ მაგას ხედავს ხალხი ძმაო და იმიტომ უჭერს კი ხალხი უჭერს ხარს კი ბატონო რა თქმა უნდა ხალხი უჭერს ხარს ამიტომ რავი ნუ იბოღმებით თქო რაღაც ცოტა უხეში სიტყვა მაგრამ არა ისენ ზოგ-ზოგიერთი ვერენ დაბოღმილი მართლა არ არის უხეში აი ეგრეა გაბოროტებულები არიან ძმაო ხო ნუ გაბოროტებით მოიქეცეთ წესიერად გააკეთეთ ყველაფერი ისე როგორც შეესაბამება ადამიანურ ქცევებს და ნორმებს და აუცილებლად თქვენს დაგიჭერთ ადამიანები მხარს. ახლა დროებით წავედით მშვიდობიანი საღამო მოკითხვა ჩვენს გულშემატკივრებს. ვიყვარხარ და მადლობა ყველას მეგობრებო. მოკითხვა ერთად ბოლომდე ქუთაისის, ლელოს გულშემატკივრებს, მუზეუმის გულშემატკივრებს, დიასას გულშემატკივრებს, ძალიან ბევრი ჰეითი წამოვიდა იმ პოსტებთან დაკავშირებით, მაგრამ არ აუშავს უბრალოდ ჩვენს მეგობარს თუ მივესით ხმა ხელით, ანუ მესენჯერი შევიდნენ მაგ აკაუნტზე ბიჭო რო შევიდნენ. იქ ხო რაღაცა პოსტი და 11 ხმა იყო გაგზავნილი ბიჭო 11 ხმა. არა ბიჭო რა არის ეხა დავი ისა რომ ანუ მესენჯერის ხმის მიცემა არის რა, როდესაც შევდივართ, ვაძლევთ გესტარტით და ჩვენი ხელით ნებისმიერ აკაუნტით ვაძლევთ ჩვენთვის სასურველ მონაწილეს. ინსტრუქციები დაუდეს როგორ დააყენონ კლიკერები. ხო და ვიდეოები და რა ვიცი როგორ დავაყენოთ კლიკერები და გახსნილი აქვს 27 აკაუნტი და 50 აკაუნტი პანჯარა. ვერ ნახე? აი, მოკლედ. ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. დიდი მადლობა. ვიყვარხარ და მადლობა ყველას. მადლობა თქვენ, დროებით, შევხვდებით აუცილებლად ჰაუს გარეთაც და აბა გელოდებით. მადლობა, რომ იცოდეთ ეს მოკლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ კლიკერები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება გვაქვს აკაუნტები, რომლითაც მივეცით ხმა, მაგრამ 4 ადამიანის 4 მონაწილის ხალხის რჩეულის ესე ვიტყვი ხმამაღლა ფაქტია ყველგან ლიდერობდა დაუჭირა მხარი ლელოს. ამიტომ არ ვიმართლებთ არაფერში თავს, არა, უბრალოდ ხალხმა გაიგო ეს ყველაფერი არასწორად რა და უნდა მივაწოდოთ ინფორმაციას სწორად, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რაღაცეებს ისე წერენ, რომ ვითომ კლიკერები არის, მაგრამ არა, პოსტებიც გამოგვიშანშალეს, მაგრამ არაუშავს წერეთ დაიკითხეთ. ხო, წერეთ დაიკითხეთ რა. დაბადროებით, კარგად იყავით, მადლობა ყველას. გვიყვარხართ ძალიან და თქვენი იმედი გვაქვს.